საბჭოთა საქართველოს ილუზორული სივრცე ამ მუსიკამ პირველად 1991 წლის 1 იანვარს გაარღვია. ძალიან პოპულარული გადაცემა იყო. მე თქვა რომ დიდი ჭერმეწმენი ვიყავი მეთქი, ამას ვერასოდეს ვერ დავიწყებახებ. იმიტომ რომ რატომღაც უნდა მქონდა თავში ჩამჯდარი, რომ თუ გინდა რომ ძალიან თამამი იყო ტელეეკრანზე, უნდა იყო ან იდიოტი, ან ციცერონი. მე ჩემ თავს არც ერთს მივაკუთვნებდი და არც მეორეს. ძიებაში ვიყავი, რა განაპირობებდა ამ გადაცემის ასეთად პოპულარიზაცია. მე ვფიქრობდი, რომ ალბათ ის რომ საზოგადოებრივ ფილმებს ვჩვენებდით. ქართულ ტელესივრცეში ღია ექსპერიმენტი შოკის მომურველი აღმოჩნდა. შაბათი დღის დადგომას და 11 საათის შესრულებას მაშინ ყველა სულმოუთქმელად ელოდა. თუმცა უზომოდ პოპულარული ღამის კინოილუზიები საკავშირო ცენზურას უყურადღებოდ დიდხანს არ დარჩენია. რო გითხრათ, რომ უკიდურესად მიდიოდა ეს პროგრამა, არ ვიქნები გულთრფელი. განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდი კონფლიქტები მქონდა. რამდენჯერმე თქვენ იცით, რომ დახურეს კიდევაც ილუზიონის პროგრამა, მაგრამ ყველაზე დიდხანს დახურვამ გასტანა ორი კვირა, იმიტომ რომ მაყურებელი მიხვდა, რომ დახურეს ილუზიონი და ფაქტიურად წამოვიდა ზღვა წერილები არა მარტო ჩვენთან, არამედ ცენტრალურ ტელევიზიაში. ცენტრალურ ტელევიზიაში იმ დროს ცენტრალურ ტელევიზია ცეცხლივით ეშინოდა ამ გადაცემის ქსენების. მის მიერ შერჩეული ფილმები ყოველთვის განსაზღვრავდა განწყობას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სოციალურ მდგომარეობას. მაშინ ილუზიონში გასული ყველა ფილმი წყენ ყოველდღიურობას ცვლიდა. მისი წამყვანი კი ახალი სამყაროს გზამკვლევი იყო. ამიტომაც შერაცხა რკინის ფარდის მიღმა ჩამწყდეულმა საბჭოთა საქართველოს მოსახლეობამ ყველაზე პატივსაცემ მეზღაბრეთ. ეხლა მახსოვს, ქალი იყო ტაქსის შოფერი. ამოიღო პაპიროსის კოლოფი და მითხრა, დამიწერე, რომ ჩემთან ტაქსში იმგზავრე, თორე არ დამიჯერებენ სახში, რომ მივალ და ვიტყვიოთ, რომ დღეს ილუზიონი ვატარებ. ეს სიკეთეა, იცით? ხალხის ბუნებიდან გამომდინარე სიკეთეა. ოთარ სეფიაშვილის ზღაპარი 1995 წელს დამთავრდა საბჭოთა მმართველობასთან ერთად. წინ კი ნანატრი თავისუფლება გამოჩნდა. როგორც ამბობს, ვერასდროს იფიქრებდა, რომ ერთ დღესაც 80 წლის ასაკში მისი ფანჯრიდან თბილისის ანძის ნაცვლად ნიუ-იორკის გლობუსი გამოჩნდებოდა. მისი საქართველო ახლა ამ პატარა ოთახშია ჩაკეტილი. თუმცა თვითონ ამას არა ნოსტალგიას, არამედ მონატრებას ეძახის. თბილისი გენატრებათ? ძალიან. სხვადასხვა ერთი სამი არა 4 წლის წინ თხოვა ერთმა მეგობარმა და დავწერე სტატია, მონატრება ქვია. არა ნოსტალგია, არამედ მონატრება. ნოსტალგიას რაღაც ნაღველი ახლავს. და მონატრება მაინც სხვა არის. გულწრფელად გეტყვით და რაც უფრო მეტ ქართველს ხვდები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, დღითი დღე უფრო ვრწმუნდები და თანაც ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე. სადაც არ უნდა წახვიდე და როგორც არ უნდა იცხოვრო, ვერასოდეს დაივიწყები იმას თუ საიდან მოდიხარ და ამას საქართველო ქვია. მე საუკეთესო მომავლის იმედით გემშვიდობებით დროებით. ეს იყო ბექა ელბაქიძე ნიუ-იორკიდან. სხვისი არ ვიცი და მე ბავშვობა გამახსენდა ისე ამ კადრების შემოყვანა. მეც სხვათა შორის.